მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის, დაინტერესებისთვის ამ თემით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ახლა ორდინალურ ვითარებაში. ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი. ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სახელმწიფოს მართვის და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რა თქმა უნდა, პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების მემორანდუმის თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში ოცნება ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა რაოდენობა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეულ ადამიანთან მისვლა, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ, რომ ოცნება დღეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციაში და არჩევნები არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზა. ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ, პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვანახეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც, ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, ცალკეულ ინდივიდებთან თუ პროტესტში ჩართულ იმ გმირ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ჯანმრთელობის და საკუთარი ფინანსების ფასად პროტესტის ალამი უჭირავთ ხელში და კიდევ ერთხელ მინდა, რა თქმა უნდა, მოკითხვა გადავცე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საპატიმრო დაწესებულებებში არიან, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პატიმრებს, პოლიტიკაში ჩართულ აქტიურ ადამიანებს, ლიდერებს, რომლებიც არიან დღეს რეჟიმის ტყვეები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა, ჩვენი საერთო ბრძოლა, თქვენი გათავისუფლებით და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებით აუცილებლად დასრულდება წარმატებით. მადლობა ბერდიას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყანა იმყოფება რთულ ვითარებაში, სადაც ეგრეთ წოდებულმა ხელისუფალმა არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ, რუსულმა რეჟიმმა გააღატაკა ქართველი ხალხი. რუსულმა რეჟიმმა უღალატა საქართველოს მოქალაქეებს. რუსულმა რეჟიმმა გაძარცვა, დააპატიმრა, სამსახურებიდან, საჯარო უწყებებიდან გაათავისუფლა ათასობით ადამიანი, პროფესიონალი დიპლომატები, პედაგოგები, გამორჩეული მოქალაქეები და საჯარო მოხელეები. ამ ვითარებაში, როცა მიმდინარეობს საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, რუსული რეჟიმი, როგორც სინდიკატი, ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ატარებს სპეცოპერაციას, უნდა არსებობდეს ვინმე პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც შეებრძოლებიან ივანიშვილს ყველა ველზე. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში. იმიტომ რომ ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით კოალიცია ლეილო ძლიერი საქართველო და გახარიას გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების იმ მთავარი საჭიროებების შესახებ საუბარი, ბრძოლა, წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილისთვის, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი.
ვისაც გერჩით გული და გინდათ რომ წინააღმდეგობაში იყოთ აქტიურ წინააღმდეგობაში, არა პასიურში, არამედ აქტიურ წინააღმდეგობაში რუსულ რეჟიმთან, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებს, მერებად, მაჟორიტარებად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მზად ვართ რომ ჩვენი რესურსები, ადამიანური, ყველა ტიპის რესურსი მოვახმაროთ ბრძოლას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ისტორიული და საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ჩვენ ორი პარტია, კოალიცია და პარტია ვთავაზობთ სწორედ და პასუხობთ იმ დაკვეთას, სადაც ისინი საუბრობენ კოორდინაციაზე, ერთობაზე და თანამშრომლობაზე. დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, რომელიც რა თქმა უნდა კომპრომისული დოკუმენტია, საკუთარ თავში მოიცავს ქართველი ხალხის დაკვეთას. არ გვეშინია მიუხედავად იმისა, რა ტიპის წრეხი, რა ტიპის მუქარა შეიძლება წამოვიდეს ქართული ოცნების მხრიდან, ჩვენ ვიცით რომ მოქალაქეებთან შეხვედრაზე ქვებით დაგვხვდება ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ დავახვედრებთ მათ მუშტს და იმ თავისუფალ სამართლიან საქართველოს მოქალაქეების სიტყვას, რაც არის ბრძოლის მთავარი გამოხატულება. არა რუსულ რეჟიმს ვითხოვთ ჩვეულებრივ პროცესში ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას. მინდა გამოვეხმაურო აქედან და მივესალმო ჩვენი პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც ახლა საპატიმროში სხედან და საპატიმროდანაც აგრძელებენ ბრძოლას. მადლობა მათ ამისთვის და ჩვენი გუნდი მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა ტიპის წინააღმდეგობას გაუძლოთ და რუსული რეჟიმის ცვლილებაში შევიტანოთ მთავარი წვლილი. მადლობა.